საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია, შეიძლება ბევრმა არც იცით, რომ ზოგადად ეს დისციპლინა არსებობს. მოკლედ, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა წარმატებით დაბრუნდა ტურნირიდან და ჩვენი სტუმრები არიან ამ სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი ლაშა გოცილიძე და საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის სნოუ შოუს მწვრთნელი მერაბ მაისურაძე. გამარჯობათ. სალამი. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მერაბი არ მინახია საუკუნეა, ამდენ წლის მერე აი პირდაპირ ეთერში შევხვდით, ჩვენ ერთად ბევრი დრო გაქვს მოედანზეც გატარებული და ამავდროულად და ამ კაცაც ეგერ თურმე ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა. ეს კარგია რომ ბევრი დრო გვაქვს გატარებული, მაგრამ რასაც ახლა ვისაუბრებთ, მე მგონი ამას სჭირდება უფრო მეტი საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და ჩაერთოს. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თქვენ სულ ახლახანს დაბრუნდით და წარმატება წამოიღეთ ძალიან ბევრი. სად იყავით, რა ტურნირი იყო და რას მოიცავს, ანუ რას ნიშნავს სპეციალური ოლიმპიადა? მოდით თავიდანვე დავიწყებ რომ ტურინიდან ჩამოვედით იტალიაში სასწაული შედეგებით. აი სასწაული შედეგები არის, იმიტომ რომ წარგედგენი ყავდა 4 სპორტსმენი, 2 მათგანი იყო სამთო-სათხილამურო სპორტის გიგანტური სლალომისა და სლალომის სპორტში და სნოუშუს გარბენზე 100 მეტრიანზე და 200 მეტრიანზე 4 სპორტსმენი. ჩამოვიტანეთ 6 ოქროს მედალი. ღმერთ 4 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ეს არის აი სასწაული შედეგები ჩვენი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით. მეტიც ყოფილიყო. შესაძლებელი იყო რა თქმა უნდა. 4 კაც კიდე უფრო მეტი ჩამოვიდი წამოეხო ხო? კი. ორი მედლი ჩამოსულიყვნენ ყველანი. კი. როდის გაჩნდა ზოგადად ეს ყველაფერი იდეა, როგორ მოუყარეთ თავი, სპორტსმენები სად იპოვეთ და სად აღზარდეთ? ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვართ საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა 1991 წლიდან ვართ. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა სპორტულ შეჯიბრში და ოლიმპიადაზე. ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს რეალურად უკვე მე-70 ოქროს მედალი არის ჩვენ ისტორიაში და ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები ასევე სხვადასხვა ტიპის პროგრამებში. აი ისევე როგორც პარაოლიმპიადა, ზუსტად ანალოგიურად არის სპეციალური ოლიმპიადა. აქ გვაქვს უბრალოდ განსხვავება, სადაც ხაზგაუსო რომ უმეტესწილად მენტალური ნაკლის მქონე და აქეთ ფიზიკური ნაკლის მქონე არიან. ჩვენ შემთხვევაში მენტალური ნაკლის მქონე საზოგადოება ყავს ბოზარდები, რომლებიც არიან აი უდაოდ, აი უძლიერესი სპორტსმენები არიან. მათი შესაძლებლობები და სტერეოტიპები რაც აქვს ანგრეული, რა ვიცი, საზღვარი არაა. თქვენ როგორც ამბობთ, ახლა 90-იანი წლებიდან მოდის და ძალიან სტიგმატიზირებული იყო რა. იყო ცხადია ძალიან. და ბოლო პერიოდში უკვე არის რომ ახლა გამოჩენასაც კი ერიდებოდნენ, მეც ვიცი ახლა მაგ რაღაცა შეეხება და ერიდებოდნენ და არ აღიარებდნენ ამ პრობლემებს და ასე შემდეგ. მაგ ვაკუთხით რომ რამდენად წინა ვარ დღეს წასული და რომ ანგრევენ ამ სტერეოტიპებს, სამაგალითოა ბევრი საუბარია მაგაზე საჯაროდ ალბათ საჭირო რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს. აუცილებელია, ძალიან მიხარია რომ აი მაგას ხასსაც უსვამთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ბოდიში და იმ ტერმინს ინვალიდის ტერმინს გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ტერმინი და ჩემთვის განსაკუთრებულად საბედნიერო იქნება თუ ეს ყველაფერი სპეციალური საჭიროების მქონე პირების ტერმინოლოგია მივავთ აუცილებლად და მივედით კიდევაც და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არა მხოლოდ ამდენი ოქრო არის თავარი, არამედ ის რომ საკუთარ თავებს დაუმტკიცეს ბევრი რაღაცა. კი, მორალურად ბევრი რაღაცა დაუმტკიცეს, იმიტომ რომ ის რა მომენტებსაც ჩვენ უყურებდით იქ, როგორ მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი სპორტსმენი მარიამი, რომელიც შედის ნისლში, სლალომის შეჯიბრში, ფაქტობრივად რომ არაფერი ჩანს. ძალიან რთული დისციპლინაა, ვინც არის. ერთ-ერთი ხო, გიგანტური სლალომი და სლალომი არის ერთ-ერთი ურთულესი სპორტის სახეობა. და რომ გამოდის უკვე გამარჯვებული და უსწრაფესი დროით, ეს იყო ჩვენთვის აი შოკის მომგვრელი და თან მით უმეტეს ყველა სპორტსმენმა რომ ასეთ წარმატებას მიაღწია, ჩვენთვის აი ძალიან დიდი საამოყო ამბავია. იცით რა, მშობლები ალბათ ბევრი გუყურებს ახლა, ვისაც რაღაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. რამდენი წლიდან როგორ, ანუ ყველას აქვს საშუალება რომ რეალიზაციის საშუალება მისცეს თავის შვილს, იმიტომ რომ დღეს მართლა ბევრს ლაპარაკობთ ამ თემაზე, ბევრი რამე ვისწავლეთ, ჩვენი ცნობიერება უკვე ამამაღლეთ და აღარ არის თითქოს ისე სტიგმატიზირებული. ყველას აქვს საშუალება რომ მოიყვანოს ნებისმიერი სინდრომით ან დიაგნოზით. პრობლემა არ არის მოყვანის, ერთადერთი არის დამოკიდებულია სიმძიმეზე თვითონ ადამიანს. რამდენად ექვემდებარება ვარჯიშს, რამდენად შეუძლია იყოს დამოუკიდებელი
იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ ვამბობდით აი მაგით საზოგადოებაში ინტეგრაციის თაობაზე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ხოლმე იქ იმ ღონისძიებაზე. უამრავი აი ესეთი ნაკლი მქონე ახალგაზრდები ზოგია უკვე ასაკოვანიც კი არის და ყველანი არიან აი გაერთიანებული ფაქტიურად ყველას უხარია, ყველა ერთმანეთს კოცნის, ყველა ერთმანეთს ეხება. ეს არის აი რაღაც დიდი ზეიმი აი ამ პირების და ყველაზე უცფელი ემოციები მანდ არის რა. ანუ ხო ხდება ხა დიდი სპორტსმენები რო იგებენ, ხო არის ემოცია, აქვს სხვა ემოცია. არა სხვა ერთმანეთს არც ეროვნებით, არც სქესზე აღარ მაქვს ლაპარაკი, არც კანის ფერით, არაფრით აბსოლუტურად ყველა არის ერთი. იქ შემატკივრობენ ერთმანეთს, წარმოგიდგენია ხ დავინახე როგორც ხანდახან მორბოდა ჩემთან რა, პირადად ჩემზე ვიტყვი. მორბის ბიჭი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, არის საიდან იაპონიიდან იყო, საიდან მოვიდა, ჩამეხუტა, მეხევა, იმიტომ რომ უხარია, რომ თვითონ რაღაც თავისთვის პირად წარმატებას მიაღწია და მოვიდა და უბრალოდ ჩამოხია. და ადამიანობა ეგ არის. ყველა ერთმანეთს ეხებოდა და ეს უკვე ბოლო შედეგია, სიხარული მართლა რაღაცნაირად მომინდა მეც რო ვიყო, მაგრამ მეორე რთული გზა, რომელსაც გადის თითოეული ბენეფიციარი. ვარჯიში დისციპლინა, რომელიც არ არის მარტივი, მოდი ესე ვთქვათ, ტიპური განვითარების ადამიანისთვისაც. როგორ ხდება მათი აი ამ სივრცეში მოქცევა და მათი ვარჯიში და კუნთების გამაგრება, არ ვიცი, სწავლის აღება. ნუ ამას ხალ დიდი ისტორია აქვს რეალურად. ცხადია. როგორ აგიხსნა, ჩვენ პერიოდულად რა თქმა უნდა ვატარებთ სხვადასხვა ტიპის წვრთნებს, რასაკვირველი არის, აუცილებელი არის დავიჭიროთ ოქროშუალედი რაღაც და ზღვარი ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, სპეციალური ოლიმპიადის წესებიც ინდივიდუალურად მორგებულია რაღაცებზე. მაგალითად, აი მოგიყვებით, რომ რაგბის ტურნირი ჩატარდა საფრანგეთში, სადაც ეს ექსპერიმენტულად შევკრიბეთ ერთი თაჩია ხო ალბათ? თაჩი თაგ რაგბი, ხო. ფლაგ რაგბისაც ეძახიან, მოკლედ წავედით საფრანგეთში, რაგბის კავშირი გვერდში დაგვიდგა ამ ამბავში. სრულიად ანუ სახელდახელოდ შეკრიბეთ გუნდი უცებ? აი როგორ აგიხსნათ, სხვადასხვა სპორტები მორბენლები ავიყვანეთ, ვინცაც ჯიუდოზე ქონდა გამოცდილება და ასე შემდეგ და შევკარეთ Unified გუნდი. Unified გუნდი წარმოადგენს რას? ერთი მაგალითად გუნდი, სადაც არის 4 სპეცატლეტი და 4 პროფესიონალი. გაერთიანებული ერთი გუნდი არის. ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო პროექტი არის ჩვენი, რომელიც ძალიან მრავალ კომპანიასაც და იმასაც რთავს ჩვენს რეგიონში. კი, და სოციალურ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს ბევრ კომპანიას. ჩავედით და მსოფლიო ჩემპიონები გავხდით ისე უეცრად. ისე უეცრად. სპეციალური მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბი ნამდვილად ჩვენი თამაში რო იყო, იქ დავწუნდით მაგაში, აი საოცრება მოხდა ფაქტობრივად. მთელი დღის მანძილზე თამაშებს რო ვიყავით, ნუ აი მე-6 გამარჯვება რო იყო, უკვე აი ესე ვიჯექი მოკლედ ასე. ტრავორტა სახეებით იწვით ხო? კიდე ხოდიცი აი იმითი სამედიცინო კუთხით რა ხდება მანდ ხო საჭიროებები ხო არსებობს მაგისტრის რამდენად ხარ მომზადებულები და რა სიტუაციაა? ეგ პროგრამაც გვაქვს. Healthy Athlete პროგრამა, ჯანსაღი ათლეტის პროგრამა. ეს ყველაფერი საერთოდ იწყება თავიდანვე, ბავშვობიდანვე. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა ათლეტის და ჯანსაღი ათლეტის პროგრამა. დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, დღის ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში. და პატარა ასაკიდანვე ვცდილობთ, რომ შევაყვაროთ ამ ბავშვებს ფიზიკური აქტივობა. სხვადასხვა ინვენტარი ჩაგვაქვს, ვერთობით ხოლმე ერთად თამაშობთ, ერთად გადავახტებით რაღაცა ჯებირებს სხვადასხვა ფერებს და ასე უყვარდებათ მათ ფიზიკური აქტივობა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული, სპონსორების აქტივობაც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, ხო, ამ შემთხვევაში. ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს სპორტის სამინისტრო და ყოველ წელს გვეხმარებიან აბსოლუტურად ასევე მრავალი კომპანია, რომელიც ინდივიდუალურად თუ არა ფინანსურად მოდიან ისე ჩაიცვავენ შორტებს, სკეტებს და ჩვენთან ერთად თამაშობენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი უმთავრესი მისია არის მაინც ინტეგრაცია საზოგადოებაში. ყველაზე მეტი პრობლემა ალბათ ეგ არის. ეგ ძირითადად გვაძლევს იმ მე მაქვს სხვადასხვა მონაწილეობა მიღებული აქ თიღოში და რა ვიცი, ისეთი ემოციებია, რომ არის მეც ეს კალადრუთის ვითამაშ რაღაცეები იყო რა და მართალი გითხრათ ცოტა დავიღალე. ხო, მე ვიღლებია, რა ეხო ფაქტია ვერა. თან ემოციებითაც და თან ხა ორმაგად. ანუ ორჯერ მომიწია ექსტრემალური რაღაცის გაკეთება, ერთხელ კლდეზე ცოცვა, კაბით ვიყავი სრულიად შემთხვევით, მე რო კაბა მაცვია და უარი ვთქვი. და ეხა მესამე იყო თარო. დღეს მესამე. და ჩემს წინ ეტლით მოსარგებლე ადამიანი
მართლა გეუბნებით ხალხო გაიკეთა ეს რაღაც აღჭურვილობა სპეციალური და ის რო აძრა მივხვდი რომ მე არანაირი ბარიერი არ მაქვს, მე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი და წავედი. და მეორე იყო პარაშუტიდან უნდა გადმოხდარიყავი ცხადია შემეშინდა და კვლავ მომიწია ისევ ეტლით მოსაგებლე ადამიანის ყურება, რომელიც ეტლიანად გადმოხდა ხალხო. იმიტომ რომ მე უნდა ამიტომ ვხვდები რომ გარემო უნდა იყოს მორგებული ჩვენზე და არა ჩვენი შესაძლებლობები. თქვენ ამ შემთხვევაში გჭირდებათ ალბათ სხვანაირი დარბაზი, სადაც თქვა ხმის სიგნალი იქნება, არ ვიცი. ინფრასტრუქტურულად გჭირდებათ. ხო, დიდი სპეციფიკაა. მაგაზე რა თქმა უნდა ჩვენი ოცნებაც არის და იმედი ვიმუშავებთ მაგაზე რა თუმცა იმედი გვაქვს რომ გვექნება სამომავლოდ სპეციალური ერთი უნივერსალური დარბაზი სადაც შევძლებთ ამ სპექტრით და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობა ძირითადად თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ძალიან მრავალი ფედერაცია გვიდგას გვერდში ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდების და უნივერსიტეტიდანაც ბევრი მოხალისე მოდის და ერთვება ამ ამბავში გვაქვს ჩვენს იმის საშუალება რომ გავცეთ სერტიფიკატი საერთაშორისო რომ ისინი არიან მოხალისეები ისინი თავიანთ საქმეში რა თქმა უნდა წარმატებულად იქნება ამას ხო და მოკლედ ეს ისეთი სივრცეა სადაც აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ყველა არის ძალიან ბედნიერი კერძო სექტორი ალბათ უფრო მეტი არის საჭირო ინფორმაციულად რა ანუ ეთერში რო იყოს სადღაც ჟღერდეს ყველა იმიტომ რომ ეხა კერძო სექტორს თუ უნდა კარგი საქმის გაკეთება მე იმას გეუბნები რომ სხვას არავის მოეხმაროს და ასე შემდეგ მაგრამ მათთვის ალბათ ვისაც განსაკუთრებით საერთაშორისო ბიზნესი აქვს იმისთვის ხო განსაკუთრებით პრესტიჟულია ესეთ თემაში ინვესტიციების ჩადება და ასე შემდეგ და ამ კუთხით რამე სამინისტრო ძალიან კარგია რომ აკეთებს მაგრამ ყველაფერს ეს ვერ გაწდება ეხლა ფაქტია რომ ეგ თვითონ თვითონ თავიანთ ვალდებულებად და აკეთებენ ამას და აი კერძო სექტორის რაღაცა უფრო მეტი ჩართულობა ავით ეხლა 1000 ის არის ყველას თავში რაღაცა მოგივათ ხო ვიღაცა კომპანია ის ასე შემდეგ და თან არ არის რაღაცა კოლოსალური თანხები, ბევრი რო იყოს და ცოტა თანხა გაიღონ, ალბათ უფრო კომპლექსურად ეს ყველაფერი უფრო ადვილი მოსაგვარებია, თორე დარწმუნებული ვარ ხა, აქ ზიხარ და საუბრობთ, მაგრამ ამის უკან რამხელა წვალება, შრომა, ნერვიულობა დგას, ეს უკვე შედეგია, ისიდან რომ გამოვიდა ეს ყველი მოთხილამურე, ეგ შედეგია და უკვე იქ სიამოვნებას იღება რა. იქამდე 1000 პრობლემაა, გინდა გზაში, გინდა საცხოვრებელში, სადაც გინდა, ხო? დიმა, კიდე ერთი პრობლემა გვაქვს, აი ახლა ლაშას გამორჩა ალბათ მაგის თმა. მე ამას ვიტყვი როგორც მწვრთნელი. შეიძლება ბაზები გქონდეს, შეიძლება ფინანსები გქონდეს. გჭირდება კადრები. კადრები, ხო? კადრები, რომლებიც შეძლებენ მუშაობას ამ პიროვნებებთან. რომ აჭირდება სპეციალურად მომზადებული კადრები, ალბათ, ხო? ეგ გადასამზადებელი ხალხია, ეხლა არ არსებობს, ხო დღეს ობიექტურად. ის ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება აი როგორც ჩვეულებრივი სპორტსმენს რო ხო აი ისი ავარჯიშო, მაგრამ გჭირდება ძალიან დიდი მოთმინება, ფსიქოლოგიური მომზადება იმისათვის რომ იმ ადამიანს გაესაუბრო, დაელაპარაკო, შეაგნებინო, გაუგო, ხო, რა აქ გასაკეთებელი, აგერ ერთი ყავს სმენა არ აქვს და ძალიან ხშირად გამის უკვე ვისწავლე მუნჯების შეშტები ლაპარაკი მაგასთან ჯიმნები ხო ანუ გჭირდებათ რაღაცა შუამავლები ვინც ყველასთან არ გჭირდება მაგრამ თვითონ მომზადება სპეციალისტი გჭირდება რომელიც ახლა რომ მოზღვავდეს თქვათ 10-20-30 კაცი მაგივრად რო გახდეს 100-200 კაცი იმ 200 კაცი გჭირდება მწვრთნელი ეს მოხალისეებს არ გულისხმობს ხო ეს ძირითად რო გადაამზადო და რომ მოამზადო იმის გარდა რომ შენ გეყოლება სპეციალისტი შენ გჭირდება თანხა იმ სპეციალისტს რო გადაუხადო დიახ თან ეს არ არის პატარა თანხებთან დაკავშირებული მაგეთკენ მივიდივარ თუმცა მაგიტო გერზოსექტორი აი ამ სიტუაციაში დღესდღეობით ხო ვინც მუშაობ ფაქტიურად მუშაობთ ესე ვთქვათ ქველმოქმედები ემოციებისთვის კარგი ემოციებისთვის მაგრამ ქველმოქმედებაზე შენ ხარ მაგრამ სხვა იქნება ვიღაცას რო აიყვან და რო დაასაქმებ
იმას ხო, შენც კი ხარ, მაგრამ ეს ხო გინდა რაღაცა ელემენტარული სამსებო პირობები გქონდეს, პასუხისმგებლობას ამ ხელა პასუხისმგებლობას რაოდენობას უკვე რაოდენობას. მაგრამ ამ ბავშვებს ანუ ერთი რამე უნდა გავიაზროთ კიდევ, სანამ თქვენამდე მოვლენ, მათ კიდევ სხვა ბევრი პრობლემა აქვს და ის აქვს შემოსაგვარებელი, რომ თქვენთან მოვიდნენ უკვე მომზადებულები. ესეც ალბათ სახელმწიფო სერვისები, რაც გვაქვს, ალბათ უფრო მეტი უნდა იყოს. ერთ-ერთი ესპანელი კაცის ინტერვიუ წავიკითხე, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ერთადერთ რამეზე წუხს. ის უკვე დიდია, ლექტორია სხვათა შორის, პროფესია შეისწავლა, ცოლი მოიყვანა, შვილი გააჩინა და მხოლოდ ერთი პრეტენზია აქვს სამყაროსთან. ჩემი მდგომარეობაო, ჩემს მშობლებსაცო და ჩემს ახლო სოციუმს რომ ნორმალურად მიეღოთო და თვითონ არ ქონოდათ პრობლემა ჩემს გამო, მე დღეს ბევრად უფრო განვითარებული ვიქნებოდიო. ანუ ეს ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ სამყარო მათ და არა პირიქით. კი ბატონო, კი ბატონო. არის სამყარო ნელ-ნელა. კი, იმიტომ რომ შეუძლიათ მათ ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორც ჩვენ. შეუძლიათ ცოლის მოყვანა, არა მაგათთან რო ურთიერთობ და კეთილდები. კეთილდების სხვა არის. მეორეა რომ ხშირი ურთიერთობის შემდეგ ამჩნევ რომ ისინი ჩვეულებრივებია ადამიანები იგივე როგორიც თქვათ არის შენი მეგობარი რომელთან დიდი ხანია ურთიერთობა. კი, მაგრამ მაგ სულ მაგ ურთიერთობა ხა სხვა მიზეზების გამო და ჩემი ნომრებით საუბრა შეიძლება ღამის 4-ს დარეკოზე და არადოს პრობლემა არ მაქვს. ანუ ჩვეულებრივად რა და ძალიან ნორმალურად და ესეთი ჯანსაღი ურთიერთობა გაქვს და სიყვარული და სითბოს გარდა მე არაფერი არ მივზნია მოგეუბნები. ძალიან რთულია მათ სიყვარული დაუშვათ. სითბომოდის ვიდრე მე მიჩნევს რომ დაბრუნება სიყვარულის უკაცრავად და ნუ ეხლა ნაწილობრივ ხუმრობით ვიტყვი. ერთხელ მომიყვანეს ჯგუფი, ნუ ეგ ერთი 10 წლის წინ ეს უნარ შეზღუდულების და დავიწყე მაგათთან მუშაობა და მაგათთან რომ მუშაობდი ერთი-ორი ვარჯიშის მე ჩემ კოლეგას ვეუბნე. მეთქი ხალხო მეთქი. ესენი არიან მეთქი? ხო, პაპატიეთ გამოთქვისთვის, აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიწყრი, ვიხდი საზოგადოების წინაშე. ესენი ავადმყოფები არიან მეთქი და ისინი ნორმალურები მეთქი. მე მგონი ისინი უფრო ავადმყოფები არიან და ესენი ნორმალურები არიან. ეხლა რეალობა ისეთია რომ მაგაზე საუბარი ბევრი შეგვიძლია. თუმცა ფაქტია რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა რომ მოვარგოთ ყველაფერი მათ საჭიროებას. ხო, მაგრამ ბოდიში მე რა თქვა იქ არნიშნავს იმას რომ ამათო განსაკუთრებული ყურადღება და პირობები არ ჭირდებათ. ეგ გასაგებია რომ ჩვენი გეგმები რა ყურადღება სჭირდებათ უფრო. კი, ვფიქრობ აი საზოგადოების პრობლემა არის ზუსტადაც ეგ რომ რაღაც მხრივ სტატუსები და განსხვავებული შეხედულებები გვაქვს მათ მიმართ. რეალურად აი პრაქტიკაშიც კი მე არასოდეს არ ვიმჩნევ, არასოდეს არაფერს არც ვეხმარები, ბურთიც რო დაუვარდეს, არის კი ბატონო, არის ისეთი მომენტები, რომ მიდიან, აიღებენ, ხელში აძლევენ და ასე შემდეგ. არა, პირიქით. და უთხრათ, რომ მოკიდე ხელი აიღე. ეს დათური სამსახურია, რომ გეცოდება. მორჩე, შენ ყველაფერი შეგიძლია და გაცილებით უფრო მეცაც შეძლებ. მეცაც გეტყვით ამ არხზე ჩვენთან ხო, პირიქით, ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ყველანაირ დამოკიდებულებას. რო წარმოვიდგინოთ მაგათ ადგილას თავი, ხო? ნუ აი, რამდენად ემოციურად ძლიერი ადამიანი უნდა იყო, რო წარმოვიდგინოთ ჩვენივე ემოციებით ჩვენ თავს რო ვეთამაშოთ. წარმოგიდგენიათ, როგორი რთულია ეს. ძალიან რთულია. და აქედან გამომდინარე, პირიქით ძალიან მარტივია უმეტესწილად ყველაფერი უბრალოდ უნდა ჩვეულებრივად არანაირი ხაზი არ უნდა გაუსვათ, არ უნდა აღვნიშნოთ ჩვეულებრივად ვეკონტაქტოთ და არასოდეს ვაგრძნობინოთ ნებისმიერი მე სიამაყით ვიტყვი რომ ჩვენს ტელეკომპანიაში X ფაქტორში მუშაობდა ადამიანი რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი და ის იყო ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ძალიან ბევრი სეზონი ერთად ვიმუშავეთ მე ერთ-ერთ სასტუმროში ხო მუშაობს ბარში და ახლაც ყავს თანამშრომელი ანუ მე ვთვლი რომ არაფრით არ განსხვავდებით უბრალოდ მე თუ რაღაცის გაკეთება ასე შემიძლია, იმას სხვა რაღაცის გაკეთება ბევრად უკეთესად შეუძლია, ვიდრე მე რაღაცა კონკრეტული. და ის რო არის ხოლმე კიდე
გამოფენები რო არის და მათი ამოქარგული, მათი გაკეთებული, მათი აი ძალიან მაგარია, ჯერ ყველა განსხვავებული და სხვანაირია. და აქ რომ მივიდეთ ცოტა აქტიურად და სოფლიო წამყვან სპორტსმენებზეც თუ ვილაპარაკებთ, დიაგნოზებზეც თუ ვილაპარაკებთ, სოფლიოს საუკეთესო შეიძლება ფეხბურთელზეც და იმაზეც ვილაპარაკოთ, რომ ბევრია ასეთი. ეგ მსგავსი დიაგნოზები. და სხვათა შორის დისლექსიაზე გუშინ უსმენდი რაღაცას, აღმოჩნდა რომ ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც კონკრეტულად წერს და კითხულობს, მათ ქონიათ დისლექსია, ასე რომ დღეს არ არის არაფერი განაჩენი, თავარეთ ჩვენ უყოთ გახსნილები რაღაცა კონკრეტული ისე რა გაქვთ, რა გეგმები გაქვთ, აი ხვალიდან თქვათ რა როგორ იმის გამო რომ შარშან მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით თაგრაფში, ეხლა შვეიცარიამ გითხრა, ჩამობრძანდითო ერთი რევანში გვინდა. ისე რამე თუ რამე სხვა დისციპლინებში ვიდექით. არა, რაგბის თაგრაგბის საერთაშორისო ტურნირი ტარდება შვეიცარიაში 18-დან 21 სექტემბერს იქნება ეს თვითონ ტურნირები. იმედი გვაქვს კიდევ დავამტკიცებთ ბევრ რაღაცას, ბევრ სტერეოტიპს ისევ დავანგრევთ და ხო, ვარდი ჩემნად ეგ თუკნეს იქამდე დროა კიდე და. ბევრად მუღამში შეიყვანეს იქავრა მამაკლები. ისე კარგი ფეხი გვაქვს. ჩვენი სტუდიიდან ბევრჯერ წასულა ირმა ხეცორიანი ტურნირზე და ყოველთვის ოქროთი დაბრუნებულა. მართლა, აი რატომაც ისე ემთხვეოდა. არავინ უკან დამარცხებული არ დაბრუნებულა. ხო, მაგრამ სულ ოქრო მოხდა ამ სტუდიიდან გასულს. ასე რომ ბევრი ოქროები დგელოდებით უკან. ჩილეს ზაფხულის მსოფლიო სპეციალური ოლიმპიადა. აქ უკვე უზარმაზარი. ეგ უკვე გრანდიოზული ამბავია. რაში იქნება უზარმაზარი? მსოფლიო ოლიმპიადა იქნება. მსოფლიო ოლიმპიადა ვერ გავიგებ. მასშტაბია ჩვეულებრივი უზარმაზარი. მე არ ვიდა თან მაყურებელიც რო შევიდეს შეცდომაში. ოლიმპიადასთან, დიდ ოლიმპიადასთან აქ კავშირი არის. ჩვენ ვართ ორგანიზაცია სპეშალ ოლიმპიკი და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ არა ზამთრის და ზაფხულის ტარდება მსოფლიო თამაშები და ეს მსოფლიო თამაშები არაფრით არ ჩამოვარდება და არ განსხვავდება მაინც დიდი არაფრით დიდ ოლიმპიურ თამაშებში. იგივე რაოდენობა 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს ყველა კონტინენტისგან ჩამოდიან მონაწილეები სადღაც 2000-ზე მეტი მონაწილე არის 3000 მონაწილემდე სპეცატლეტიკი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში იგივე თითქმის ოლიმპიური სოფელი გვაქვს ეს ერთად არიან ერთად დავდივართ ერთად ღებულობთ მონაწილეობას და არანაკლები ყურადღება სოფლიოს მხრიდან კიდე მაქვს სვავთ ესე რომ ვთქვა და დიდი მხიარულება და დიდი ურთიერთობები აი მაგას აღნიშნავ ყველაზე კონკურენცია აქვს თუ ჩვენ სპორტსმენებს შიდა ვინც წასვლაზე იქნება ჩაულებრივი სპორტია რა კი რა თქმა უნდა სპორტია და მაქსიმალურად ცდილობენ რომ თავენთი შედეგები დადონ რომ გავიდნენ ოლიმპიადაზე აი მიმ ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად დახმარება და გორჩი თქმა ნამდვილად დაგჭირდებათ იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი გჭირდება დარწმუნებული ვარ და კარგია რომ მოხვედით ამაზე ვისაუბრებთ და ძალიან ბევრჯერ ვისაუბროთ ამაზე რომ მხარში დაგიდგნენ ამ საოცარ ინიციატივაში ჩვენ და მედია მხარდაჭერა გარანტირებულია რა თქმა უნდა ნებისმიერი რესურსიც გამოგადგენთ. იმიტომ რომ ჩვენ მართლა წლები ამაზე რა ვიცი ახლა რამ პატარა აგურს ალბათ ვდებთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა ადამიანები ვარ და ყველას თანაბრად გვინდა კარგი ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრება. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და წარმატება თითოეულ ბენეფიციარს, მათ ოჯახებს და პირველ რიგში ასეთი სიყვარულით რო აკეთებთ ამ საქმეს თქვენ. ძალიან დიდი მადლობა პეტრე. ისევ ოქროებით და ჯილდოებით გელოდებით სტუდიაში. დიდი მადლობა.